რა მოხდება, თუ თქვენი მთელი დღის ყველაზე ძლიერი მომენტი არ არის გაღვიძება, სპორტდარბაზში წასვლა, სამსახურში დაჯდომა, არამედ დაძინებამდე 2 წუთი? და რა მოხდება, თუ მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში ამ 2 წუთს სრულიად არასწორად იყენებდით? აი, ერთი აზრი, რომელიც შეიძლება შემაშფოთებელი იყოს. დაფიქრდით იმ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი გაიღო, რომელმაც ძილი გაწირა, შაბათ-კვირა გამოტოვა, დაღლილობა გადალახა, რეპუტაცია და დანაზოგი საფრთხეში ჩააგდო ოცნებისთვის, რომლისაც გულწრფელად სჯეროდა და მაინც ვერ შეძლო. ღამით საწოლში წოლისას ჯერს უყურებს, რაღაც მკერდში ეჭიდება და ერთსა და იმავე კითხვას უსასრულო ციკლში სვამს. სად შევწდი? იქნებ ეს ადამიანი ის ადამიანია, ვისაც იცნობთ. იქნებ თქვენი ცხოვრების რომელიმე თავში ეს ადამიანი თქვენი იყავით. ადამიანების უმეტესობა ვარაუდობს, რომ მათ შორის არსებული უფსკრული, ვინც წარმატებას მიაღწევს და ვინც არ მიაღწევს, ნიჭს, იღბალს ან კავშირებს უკავშირდება. მაგრამ რა მოხდება, თუ რეალური უფსკრული გაცილებით ზუსტია? რა მოხდება, თუ მთელი ცხოვრება მებრძოლ ადამიანსა და ლეგენდარულ ადამიანს შორის განსხვავება არა იმაში მდგომარეობს, თუ რას აკეთებს ის დღის განმავლობაში, არამედ იმაში, თუ რა გონებრივ მდგომარეობაშია, როდესაც ღამით თვალებს ხუჭავს. დღეს სწორედ ამას განვიხილავთ. და ის, რასაც ახლა გაიგებთ, არ არის მოტივაციური შემავსებელი. ეს არის თანამედროვე ნეირომეცნიერების, კვანტური ფიზიკისა და ცოდნის კონვერგენცია, რომელიც კოდირებული იყო უძველეს ინდურ ტექსტებში ათასობით წლით ადრე, სანამ დასავლურ მეცნიერებას ექნებოდა მისი გადამოწმების ინსტრუმენტები. სწრაფი კითხვა, სანამ დავიწყებთ, მაინტერესებს, რომელი საათია თქვენთვის ახლა და საიდან უყურებთ? დაწერეთ კომენტარებში, მე ყველაფერი წავიკითხე. დავიწყოთ იმით, თუ რა ხდება სინამდვილეში თქვენს ტვინში, როდესაც იძინებთ. რადგან ადამიანების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს და უმეცრება მათ ხარჯებს უჯდებათ. როდესაც ფხიზლად ხართ და ნორმალურად ფუნქციონირებთ, თქვენი ტვინი მუშაობს იმ მდგომარეობაში, რასაც ნეირომეცნიერები ბეტა მდგომარეობას უწოდებენ. ბეტა არის ლოგიკის, ანალიზის, დაგეგმვის და კრიტიკულად შიშის სიხშირე. ბეტაში თქვენი შეგნებული გონება მოქმედებს როგორც კარიბჭე. ის ყველაფერს ფილტრავს. ის განსჯის, ეჭვობს და კამათობს ახალი ინფორმაციით, სანამ მას შემოუშვებს. ეს სასარგებლოა ყოველდღიური ცხოვრების ნავიგაციისთვის. მაგრამ ეს კედელია, როდესაც საქმე ეხება თქვენი უფრო ღრმა რწმენების რეპროგრამირებას. აი, სად ხდება ეს მომხიბვლელი? სიფხიზლესა და ძილს შორის გარდამავალ პერიოდში, იმ წუთებში, როდესაც თქვენი ქუთუთოები მძიმდება, როდესაც ოთახი თითქოს რბილდება, როდესაც აზროვნება უფრო მოქნილი და ნაკლებად კონტროლირებადი ხდება, თქვენი ტვინი გადადის. ჯერ ალფაში, შემდეგ უფრო ღრმად თეტაში. მეცნიერები ამ კონკრეტულ ზღურბლს ჰიპნაგოგიურ მდგომარეობას უწოდებენ. ჰიპნაგოგიურ მდგომარეობაში კი რაღაც არაჩვეულებრივი ხდება. თქვენს ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის კედელი თითქმის გამჭვირვალე ხდება. მანდუკია უპანიშადი, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ფილოსოფიური ტექსტი, რომელიც კი ოდესმე დაწერილა, ათასობით წლის წინ შედგენილი, აღწერს ცნობიერების 4 მდგომარეობას. ჯაგრატი სიფხიზლის მდგომარეობა, სვაპნა სიზმრის მდგომარეობა, სუშუპტი ღრმა სიზმრების გარეშე ძილი და ტურია მეოთხე ტრანსცენდენტული მდგომარეობა სამივეს მიღმა. ის, რასაც თანამედროვე ნეირომეცნიერება ახლა ჰიპნაგოგიურ მდგომარეობას უწოდებს, ზუსტად იმ ზღურბლზე მდებარეობს, რომლისკენაც უძველესი რიშები მიუთითებდნენ, ჩვეულებრივი ფხიზელი ცნობიერებისა და ღრმა გონების უზარმაზარ, შეუზღუდავ ინტელექტს შორის გადაკვეთის წერტილი. თომას ედისონმა ეს იცოდა. ის ცნობილი იყო სკამზე ჯდომით, ორივე ხელში ფოლადის ბურთი ეჭირა და ჩაძინებას ცდილობდა. როგორც კი ღრმა ძილში ჩავარდებოდა, ბურთები ჩამოვარდებოდა, ხმაური აღვიძებდა და ის მაშინვე იჭერდა ნებისმიერ იდეას, რომელიც ამ შუალედურ მდგომარეობაში წარმოიშვა. ის ამას ხანდახან არ აკეთებდა. ის ამას განზრახ, სისტემატურ პრაქტიკად აქცევდა, რადგან ესმოდა, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც მისი ლოგიკური გონება ვერ აღწევდა, მუდმივად ხელმისაწვდომი იყო ამ ზღვარზე. ალბერტ აინშტაინმა მსგავსი რამ იხსენება. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეპტუალური გარღვევები არა მაგიდასთან, არამედ მოდუნებულ, ნახევრად ცნობიერ ფიქრებში მოხდა. ეს ადამიანები მისტიკურები არ იყვნენ. ისინი, ინტუიციურად თუ არა, ცუდებოდნენ იმას, რასაც ჩვენი უძველესი ტექსტები ქვეცნობიერის ველს უწოდებენ, და ამას განზრახ აკეთებდნენ. ახლა კი ის ნაწილია, რომელიც ყველაფერს ცვლის. თქვენი ქვეცნობიერი გონება არ სწინავს, როცა თქვენ სწინავთ. სანამ თქვენი შეგნებული, ლოგიკური ტვინი ისვენებს, თქვენი ქვეცნობიერი გონება თუ რამეა უფრო აქტიური ხდება. და ის ამ მდგომარეობაში ინსტრუქციების მიმართ უსასრულოდ უფრო მგრძნობიარეა,
ვიდრე თქვენი დღის ნებისმიერ სხვა მომენტში. დაფიქრდით ასე. რიგვედა ამბობს, რომ სამყარო ფუნდამენტურად შედგება ვიბრაციისგან, რომ ყველაზე ღრმა დონეზე, ყველაფერი სიხშირეა, მათ შორის აზროვნება. თანამედროვე ფიზიკა საოცრად ეთანხმება ამას. კვანტური ველის თეორია აღწერს რეალობის საფუძველს, როგორც ვიბრირებადი ენერგიის ველს, რომელშიც ყველა შესაძლებლობა ერთდროულად არსებობს მანამ, სანამ დაკვირვების აქტი არ დაშლის მათ კონკრეტულ მდგომარეობაში. თქვენი აზრები ამ ჩარჩოში არ არის რეალობის პასიური ანარეკლები. ისინი აქტიური სიხშირეებია, რომლებიც ურთიერთქმედებენ ამ ველთან. და აზრები, რომლებსაც ყველაზე თანმიმდევრულად ინარჩუნებთ, განსაკუთრებით ის, რასაც ინარჩუნებთ თქვენი დღის ყველაზე მგრძნობიარე მომენტებში, არაპროპორციულ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს ველი. ძილის წინ ძილი ამ მოდელში არ არის პასიური. ეს არის მომენტი, როდესაც აჯერთ ჰეგელს, როდესაც თქვენს ყველაზე ღრმა განზრახვებს გადასცემთ სისტემას, რომელიც ორგანიზებას უწევს თქვენს რეალობას დასვენების დროს. ძველი ეგვიპტელები ამას გასაოცარი სიზუსტით ესმოდათ. მათ ააშენეს ეცე ძილის ტაძრები, სტრუქტურები, სადაც ადამიანები კონკრეტული რიტუალური პირობების შესაბამისად იძინებდნენ, როდესაც მათ სჭირდებოდათ ხელმძღვანელობა, განკურნება ან პრობლემების გადაჭრა. ეს რწმენა ცრუ რწმენას არ წარმოადგენდა. ის დაფუძნებული იყო დაკვირვებულ რეალობაზე, რომ მძინარე გონებას ჰქონდა წვდომა ინტელექტზე, ხოლო ფხიზელ გონებას არა. ბერძნულ კულტურას ჰქონდა პარალელური პრაქტიკა, რომელსაც ინკუბაცია ეწოდებოდა. წმინდა ადგილებში, კერძოდ ასკლეპიოსის ტაძრებში ძილი, სიზმრების მეშვეობით განკურნებისა და პასუხების მისაღებად. ეს არ იყო იზოლირებული კულტურული უცნაურობები. ისინი წარმოადგენდნენ მრავალი განვითარებული ცივილიზაციის დამოუკიდებელ აღმოჩენებს, რომლებიც მიუთითებდნენ ერთსა და იმავე ფუნდამენტურ ჭეშმარიტებაზე. ძილი არ არის დროის დაკარგვა. ძილი არის თქვენი ინტერფეისი თქვენთვის ხელმისაწვდომ ღრმა ინტელექტთან. მაშ, რატომ არ იყენებს ამას მეტი ადამიანი? რატომ კარგავს ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა მუდმივად ფუჩად დღის ყველაზე ძლიერ 2 წუთს? ტელეფონის გამო. ადამიანების უმეტესობა დღეს ნერვული სისტემის ახალი ამბებით, სოციალური მედიით, კამათით, შედარებებითა და შფოთვის გამომწვევი კონტენტით გადატვირთვით ასრულებს. შემდეგ კი ზუსტად ამ ვიბრაციულ მდგომარეობას ძილის ქვეცნობიერი პროგრამირების ციკლში გადააქვს. ისინი 8 საათს ხარჯავენ იმ შიშებისა და შეზღუდვების გამტკიცებაზე, რომლებზეც დღის განმავლობაში წუწუნებენ. შემდეგ კი ფიქრობენ, რატომ არაფერი იცვლება. თანამედროვე ძილის კვლევამ დაადასტურა ის, რასაც ეს უძველესი გაგება გულისხმობს. ემოციური მდგომარეობა, რომელშიც ჩაძინებისას იმყოფებით, ჩაძინების მომენტში არ რჩება. ის თქვენს ნერვულ სისტემაში მთელი ძილის განმავლობაში ციკლურად მოქმედებს. თუ შფოთვით იძინებთ, 8 საათის განმავლობაში შფოთვას ვარჯიშობთ. თუ მოლოდინის შესაძლებლობის მდგომარეობაში იძინებთ, 8 საათის განმავლობაში ვარჯიშობთ. ქვეცნობიერი გონება რეპეტიციასა და რეალობას შორის განსხვავებას არავლენს. ის მიღებულ გრძნობებს ინსტრუქციებად აღიქვამს. ეს არის ფარული მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი, როგორც ჩანს, თითქმის ძალისხმევის გარეშე იზიდავს შესაძლებლობებს, ზოგი კი, ვინც ისეთივე შრომის მოყვარეა, შესაძლოა უფრო მეტადაც ყედლებს ეჯახება. ეს არ არის იღბალი. ეს არ არის სამყაროს ფავორიტიზმი. ეს არის განსხვავება ღამის პროგრამირებაში. ერთი ჯგუფი ყოველღამე ქვეცნობიერში მკაფიო, თანმიმდევრულ სიგნალებს აგზავნის. მეორე ჯგუფი კი ხმაურს აგზავნის. ახლა კი თავად ტექნიკაზე ვისაუბროთ. რადგან თეორიის ცოდნა პრაქტიკის გარეშე უსარგებლოა. ეს მეთოდი პირდაპირ ვიგიან ბჰაირაv ტანტრას ეფუძნება. ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ღრმა ტანტრული ტექსტი, რომელშიც შივა პარვატის გაფართოებული ცნობიერების მდგომარეობებში შესვლის ზუსტ მეთოდებს უხსნის. პრაქტიკა ასევე სრულად ემთხვევა იმას, რასაც თანამედროვე პრაქტიკოსები ძილის პროგრამირებას ან იოგა ნიდრას, იოგურ ძილს უწოდებენ, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეცნობიერზე წვდომისა და მასზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს? როდესაც დასაძინებლად მზად იქნებით, ტელეფონი გვერდზე გადადეთ. არა ოთახის მეორე მხარეს, ქვემოთ. ძილის წინ თქვენი თვალების მიერ დამუშავებული ბოლო რამ უზარმაზარ წონას შეიცავს. დაიცავით ეს ფანჯარა. დაწექით შავასანაში, იოგას გვამის პოზაში, ზურგზე, ხელები ოდნავ მოშორებით სხეულიდან, სრულიად უძრავად. მიზანია, თქვენს სხეულს ისეთი შეგრძნება მისცეთ, თითქოს უკვე სწინავს, ხოლო თქვენი გონება ნაზად შეგნებული რჩება. ეს არის ფიზიკური ზღვარი. დაიწყეთ ნელა სუნთქვა. ეს არ არის იძულებითი, კონტროლირებადი სუნთქვის ვარჯიში,
უბრალოდ ბუნებრივი სუნთქვა დაკვირვებული. თითოეული ამოსუნთქვისას მიეცით კუნთებს ცოტა მეტი მოდუნება. იგრძენით თქვენი სხეულის სიმძიმე. იგრძენით თქვენს ქვეშ არსებული ზედაპირი. მიეცით საშუალება დღეს, რომ გაიფანტოს. როდესაც თქვენი გონება დაიწყებს დამშვიდებას და თქვენ ამას იგრძნობთ, ჩნდება სიმშვიდის გამორჩეული ხარისხი, დასვით თქვენი კითხვა. არა ნერვიულობა. კითხვა. არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება. წუხილი დახურული ციკლია. მეშინია, რომ ეს არასწორად წავა. კითხვა არის ღია მოთხოვნა. რა არის შემდეგი ნაბიჯი ამისკენ? ან რას ვერ ვხედავ? ან როგორ გამოიყურება ჩემი წინსვლის გზა? კითხვა შეიძლება ეხებოდეს თქვენს კარიერას, თქვენს ურთიერთობებს, თქვენს ჯანმრთელობას, შემოქმედებით პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ცდილობთ, გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც თქვენი რაციონალური გონებით არ შეგიძლიათ. თემას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ უდგებით მას. და სწორედ აქ უშვებს შეცდომას ადამიანების 99%. როგორც კი ადამიანების უმეტესობა კითხვას სვამს, ისინი მაშინვე იწყებენ მასზე პასუხის გაცემას. ლოგიკური გონება ერთვება, იწყებს სცენარების მოფიქრებას, არგუმენტების აგებას, ვარიანტების ანალიზს. ეს მთელ მიზანს არღვევს. როგორც კი მის გაცნობიერებულად გადაწყვეტას დაიწყებთ, ბეტაში, ყედლის უკან იკეტებით და უფრო ღრმა ინტელექტი ჩუმდება. თქვენ უნდა იკითხოთ და გათავისუფლდეთ. იკითხეთ და შემდეგ, ბჰაგავად გიტას ენაზე, დათმეთ მოქმედების ნაყოფი. კრიშნა არჯუნას ეუბნება. შეასრულეთ თქვენი მოქმედება შედეგზე მიჯაჯულობის გარეშე. აქ თქვენი მოქმედება არის კითხვა. შედეგი ეკუთვნის იმ ინტელექტს, რომელსაც მას გადასცემთ. დათესეთ კითხვა, როგორც თესლი ბნელ მიწაში. შემდეგ შეწყვიტეთ მისი თხრა. არსებობს ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც ზუსტად ხსნის, თუ რატომ მუშაობს ეს. მას ზეიგარნიკის ეფექტი ეწოდება, დოკუმენტირებული დაკვირვება, რომ ადამიანის ტვინი აქტიურად ამუშავებს გადაუჭრელ, დაუსრულებელ ამოცანებს. როდესაც კითხვას სვამთ და შეგნებულად იკავებთ პასუხს, თქვენი ტვინი ამ ღია მარყუშს დაუსრულებელ საქმედ აღიქვამს და მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს მასზე. ახალი ნეირონული კავშირები ყალიბდება. ძველი მოგონებები და შენახული გამოცდილება სკანირდება შესაბამისი ნიმუშების აღმოსაჩენად. და რაც მთავარია, ქვეცნობიერი გონება, რომელსაც ვედები ჰირანია გარბხას, ოქროს საშვილოსნოს უწოდებდნენ, საიდანაც ყველა ქმნილება ჩნდება. პირადი მეხსიერების მიღმა აღწევს იმას, რასაც იუნგი კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებდა და რასაც უძველესი ტექსტები კოსმიურ ინტელექტს უწოდებდნენ. ეს არ არის მეტაფორა. უპანიშადები ამბობენ, იატპინდე ტად ბრაჟმანდე, რაც სხეულშია, კოსმოსშია. თქვენი ინდივიდუალური ქვეცნობიერი გონება არ არის იზოლირებული. ეს არის კვანძი ინტელექტის უნივერსალურ ველში, რომელიც პრინციპში შეიცავს პასუხს ყველა დასმულ კითხვაზე. ამ პრაქტიკის შედეგები, როდესაც თანმიმდევრულად ხორციელდება, მიჰყვება პროგნოზირებად ნიმუშს. ზოგჯერ პასუხი თავად სიზმარში მოდის, ნათელი, სიმბოლური, უდავოდ რელევანტური. ზოგჯერ დილით იღვიძებთ და პასუხი სრულად ჩამოყალიბებული ცნობიერების პირველ მომენტებში მოდის, სანამ დღის ხმაური შემოვა. ზოგჯერ ის დღის განმავლობაში მოულოდნელი შეხვედრის შედეგად მოდის. ვიღაც რაღაცას ამბობს, თქვენ კითხულობთ სტრიქონს, შემთხვევით ისმენთ საუბარს და პასუხი ამოცნობის ხარისხით მოდის და არა აღმოჩენით. ეს დამთხვევა არ არის. ეს არის ის, რასაც კვანტური ფიზიკა არალოკალურ კორელაციას უწოდებს, ფენომენი, რომლის დროსაც კონკრეტულ სიხშირეზე მორგებული ცნობიერება იწყებს რეზონანსს მის გარემოში არსებულ შესაბამის ინფორმაციასა და მოვლენებთან. თქვენ არ შეგიქმნიათ საუბარი ან შეხვედრა. თქვენ შექმენით შინაგანი მდგომარეობა, რომელმაც მის მიმართ მიმღები გაგხადათ. მაგრამ არსებობს ერთი პირობა, რომლის გვერდის ავლა შეუძლებელია და უძველესი ტექსტები ამ საკითხში ცალსახა. უპანიშადები ამბობენ, ბჰავო ჰი ვიდიატე დევახ, ღვთაებრივი გრძნობაში არსებობს. თქვენი კითხვა უნდა დაისვას ნდობის მდგომარეობიდან და არა სასოწარკვეთილებიდან. გახსნილობიდან და არა შფოთვიდან. წარმოიდგინეთ, როგორ სთხოვს პატარა ბავშვი რაღაცას დედას. კითხვაში ეჭვი არ არის. არანაირი გაუთვალისწინებელი გეგმა. არანაირი დაცვა. ბავშვი უბრალოდ ითხოვს სრული და ბუნებრივი რწმენით, რადგან ბავშვის სამყაროს შინაგანი მოდელის მიხედვით, რაც მას სჭირდება, მას აუცილებლად მიეწოდება. ეს თვისება, რომელსაც სანსკრიტული ტრადიცია შრადჰას, ანუ ცოცხალ რწმენას უწოდებს, არ არის პასიური ემოცია. ეს არის ზუსტი ვიბრაციული მდგომარეობა. და ეს არის ყველაფრის მატარებელი სიგნალი, რომელსაც ამ პრაქტიკის დროს გადასცემთ.
იკითხეთ ეჭვით და თქვენ გაგზავნით დაბნეულ, თვითგამომრიცხავ სიგნალს. იკითხეთ შრადღათი იმ ადამიანის მშვიდი დარწმუნებით, ვინც იცის, რომ სამყარო გისმენთ და შეუძლია რეაგირება. და სიგნალი იქნება სუფთა, თანმიმდევრული და ძლიერი. სვამი ვივეკანანდამ თქვა: ყველა სული პოტენციურად ღვთაებრივია. ეს პოტენციალი ქვეცნობიერში ცხოვრობს. მის გასავლელად არ არის საჭირო ათწლეულების ასკეტური პრაქტიკა. ის მოითხოვს თანმიმდევრულ, გულწრფელ, სწორად წარმართულ საუბარს, რომელიც უნდა ჩატარდეს წილის წინ 2 წუთით ადრე. დაიწყეთ დღეს საღამოს. არა ხვალ. დღეს საღამოს. როდესაც ოთახი დაბნელდება და დღე დაწყნარდება, გადადეთ ყველაფერი, რასაც კითხულობდით. დაწექით მშვიდად. ისუნთქეთ. სიჩუმე შემოვიდეს. და როდესაც ეს მოხდება, მოიტანეთ თქვენი კითხვა რეალური ზედაპირული ხმაურის ქვეშ არსებული, ის, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, და ნდობით მოეპყარით მას და გაუშვით. თქვენი twin-ი სუპერკომპიუტერია, რომელიც სწორ შეთხობინებებს ელოდება. თქვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში, თქვენ მას შიშით, შედარებით და გადაუჭრელი შფოთვით კვებავდით წილის წინ საათებში. დღეს საღამოს კვებავდით მას კითხვით და რწმენით. ვედები ამას სანკალპა ვიჯნანას, განზრახვის მეცნიერებას უწოდებდნენ. ის, რასაც თანამედროვე სამყარო მიზიდულობის, მანიფესტაციისა და ქვეცნობიერის რეპროგრამირების კანონს უწოდებს, იგივე უძველესი გაგების გამოძახილია, რომ სამყარო რეაგირებს თანმიმდევრულ შინაგან მდგომარეობებზე შესაბამისი გარე რეალობით. ეს არ არის ფილოსოფია. ეს არის კანონი. და მთავრობების ან ინსტიტუტების კანონებისგან განსხვავებით, ამ კანონს არასდროს ჰქონია გამონაკლისი. იმპერიები, რომლებიც გადარჩნენ, ამ ტიპის შინაგანი ხედვიდან აშენდა. გამოგონებები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო, ამ ტიპის სიჩუმეში დაიბადა. განკურნებები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სამედიცინო ლოგიკას, მოხდა ამ ტიპის დანებებაში. თქვენ არ ხართ უბრალოდ სხეული, რომელიც მოძრაობს ფიქსირებულ, გულგრილ სამყაროში. თქვენ ხართ, როგორც უძველესი ფორმულა ამბობს, სოჰამ ასმი, მე ეს ვარ. უსასრულო ენერგიის ველი, დროებით ადამიანის სახით, რომელსაც აქვს წვდომა, ახლავე დღეს ღამით, ინტელექტზე, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე თქვენი ინდივიდუალური გონება და უფრო ქმედითი, ვიდრე თქვენი შიში. დაუთმეთ მას 2 წუთი. დაუსვით მას სწორი კითხვა და ენდეთ. დააკვირდით, რას მოიტანს დილა.